ასე დარბაზი არ მინახავს. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ასეთი მომდომებული ადამიანები. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ისეთი ამბები, რაც კულისებში ახლა ხდება. თქვენ ჩემზე კარგად იცით, როგორი შვილები ხართ, მაგრამ მე ჩემი შთაბეჭდილება უნდა გითხრათ, რასაც ახლა აქ ვხედავ. და მე მადლობაც გადაგიხადოთ ასეთი ბავშვებისთვის. ყოველთვის ვცდილობ დავაკვირდე, სანამ ღონისძიებას დავიწყებთ. იქნება ეს საანგარიშო, იქნება ეს ფესტივალი, არ აქვს მნიშვნელობა. და ყოველთვის ხედავ ერთ რამეს, ის რაც ახლა კულისებში დავინახე. იცით როგორი შვილები გყავთ და რისთვის გიხდით მადლობას დგანა კულისებში. და გონიათ ნერვიულობენ? არა. წმუნდავენ, მაგრამ ამას ჩვენ ენაზე პასუხისმგებლობის გზნობა ქვია და ყოჩა თქვენ რომ ეს საომაღლე დამბავშვებს. მადლობა ასეთი შვილები. და ორჯერ მეტი მადლობა რისთვის კიდე იცით? ირჯვარს იწერენ და ისე აპირებენ სცენაზე გამოსვლას. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა შევდებით. იმიტომ რომ თქვენმა შვილებმა იციან, რომ ეს მათი საბრძოლო მოედანი. აი ეს სცენა დღეს მათი ბრძოლის ველი. ყველა ჩვენი საბრძოლო ადგილი ვართ. არ ვიცი, საქართველოს ნაკრებს და ქუჩაპარასხელის მეთაურობით სტადიონი აქვს. თოფურიას ტატამი აქვს და ასე შემდეგ და ჩვენ შვილებს ეს აქვს საომარი ადგილი და დღეს ისინი აქ იომებენ და ტრენგან მხოლოდ ერთ რამეს ელიან. ტაშს, რომელიც ეკუთვნით საჩუქრად დამბავშვს. იმიტომ რომ დაახლოებით 2 საათია უყურებ, ამ გენერალურ რეპეტიციასაც დავესწარი. ვაკვირდები სათითაოდ ყველა ბავშვს. სანამ დავიწყებდი ღონისძიებას, პატარა ვიდეო რელიზის ჩავწერე, ამისი მე შეგიძლიათ ნახოთ და გავავრცელე ყველგან. მე წაგიკითხავ კომენტარებს, რას უწერს სოფლიოში გაბნეული ქართველობა თქვენ შვილებს. იმ თემაზე, რა თემას ჩვენ ახლა კულისებში ჩავწერეთ. სოხუმზე ვისაუბრეთ, აფხაზეთზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართული ხელოვნება და ცეკვა და ეს რომ არ არის მხოლოდ ხაზის გასწორება, მხოლოდ თავის სწორად დაჭერა და მხოლოდ გასმა და ასე შემდეგ. რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველაფერი ერთად აღებული. ქართველებს რა გვაქვს სატრაბახო? ყველაზე მეტად. დიახ, ქართული კულტურა და ხელოვნება და ამას ემსახურებიან ეს ბავშვები. ამიტომ თქვენ მშობლებო, დედებო, მამებო, ბაბუებო, ბებიებო, ყველას მადლობა რომ აი ასეთ ადამიანებთან ერთად აშენებთ საქართველოს. ეს არის საქართველოს შენობა. ტაში თქვენ ყველას ერთად. ეს ფოტოშოპის მქონდა ბედნიერება, შარშან ყოფილიყავი მსგავსი ფორმატის ჩვენი დღევანდელი მასპინძლის საანგარიშო ღონისძიების წამყვანი შარშანელმა გასვლებით ხიაცის ქვეშ საბედნიერო და ტრადასი სიმფოზი დამოხვედრებით არ ვიცოდი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ერთმანეთს ჩამეხუტებით პირდაპირ არა ამჯერად, მაგრამ დღეს და წელსაც რომ ხვდა ბედნიერება წილად ამ ადამიანების გვერდით ყოფნის, ეს არის ჩემთვის მართლა არ ვიცი, კიდევ ერთი პლუსი რომ ურთიერთობა მქონდეს საქართველოს მომავალთან. დღეს ჩვენ ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდოს საანგარიშო კონცერტი ვარ და სანავარდოს ყველა სათითაოდ ბავშვს გამსვლელობა გიდება. დაცად რატო? ეს ის ადამიანია მოსული კულისებში, თუმცა არც კი ჩარეულა დღევანდელი ღონისძიების მომზადებაში, ვინც 11 წლის წინ ადგა და შექმნა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდო. და ამ ანსამბლს ფოტოშოპის როგორც გავიგებ, ნათლია წყოლია, ეს ვიზებს საუბრობ კაცის სახლის დაგვარს ჯერ არ ამბობ, მაგრამ ამ ნათლის სახლის დაგვარს ვიტყვი, ყველა მიცით, თქვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანაქალაქელია ზურაბ ყურაშვილის ნათლობა ყოფილა ეს და მას მოუნათლავს
2015 წელს ჩვენი ანსამბლი აი ამ ლამაზი სახელით. და ის ვინც შექმნა ეს ყველაფერი და ის ვინც დაუბრუნდა საქართველოს თავად ბატონი გენადი გრიგორიან და კაშიან ადამიანს. რომელიც ვითომ არაფერი, მაგრამ არც კი იმჩნევს როგორ ნერვიულობს, მაგრამ ეთყობა და ამ ნერვიულობას დაუფასებენ შვილები, თავისით და ისინიც ვინც დღეს იცეკვებიან. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადავხაროთ იმ ორ კარგ ქართველს, რომლებმაც შექმნეს და აქამდე მოიყვანეს ეს დღე. ჩვენს ულამაზეს ქეთის, ჩვენს ძალიან ლამაზ ქეთის და მის ძმას, აუცილებლად რომას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რასაც დღეს ჯობია. ქეთი და რომა, მადლობა თქვენ. ზევით არამიხილავს, რამდენი ხალხი მეც მოგესალმებით, დიდი პატიოსნებით და დიდი სიყვარულით და არ ვიცი, დაფასებ ყველას ერთად, აი ასეთი ერთობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ამ ანსამბლს სხვა ბევრი ანსამბლისგან განსხვავებით ყავს ერთი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც კოორდინაციას უკეთებს ყველაფერს ერთ ხელში, აგვარებს ყველა ტექნიკურ საქმეს. თუ არ ერევა, რა თქმა უნდა, არც ცეკვების დათმაში და არაფერი სხვა, მაგრამ ყველაფერს აგვარებს იმ დონეზე, რომ გამართული იყოს, დასწრება იყოს, ღონისძიება იყოს ორგანიზებული და ქალბატონ ეთერზე მაქვს საუბარი და დიდი მადლობა ქალბატონ ეთერს იმისთვის, რომ აი ამ გუნდის დედა ბოძი მართლა პირდაპირ გადებით დღეს დადებს იმ ნამუშევარს, რასაც სანავარდო შემოგთავაზებს. მე ხშირად არ გამოვარ ხოლმე, არ შეგავწყვეტ, ხშირადაც ჩავერთვები და მეტი რა გითხრათ, ხევანდელი, ჩვენი უმაგრესი ბიჭების, უმაგრესი გოგონების ანუ ანსამბლ სანავარდო სანგარიშო კონცერტი გახსნილ გამომისწორებია. მადლობა მოიწონებისთვის. ვისწორ.
ასეთი აჭარულით უნდა დაწყებულიყო სანავარდოს დღევანდელი კონცერტიდან. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავხადოთ ქეთი გრიგორია, ტაში ქეთის რომას ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა დათო გიორგაძე, აი ეს სამეული, რომელიც დღეს ერთობლივ ნაშრომს წარმოგვიდგენთ. რა თქმა უნდა გაბატონ ეთერს და ბატონ გენადის ტკბილულად ბოლოს მოიტოვოთ. ახლა კი ულამაზესი ცეკვა ნარნარი.
დავუშვათ ჩვენი უამაზესი გოგონების მოსულებული ნამარი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ ლამაზებისთვის. ამ ლამაზებას ჩვენმა დღევანდელმა მასპინძლებმა საბრძოლო ხორუმით გაგრძელება ურჩით. დიახ, სანავარდოს ხორუმი! ასეთი სრულყოფილი შესრულებული ხორუმი იმსახურებს ტაჟზე მეც. შეგიძლია გაითვალისწინოთ საკუთარი ხორუმის მომბალში. ასეთი რომელი მიგონებს და ოჩან ბავშვები ძალიან მაგრებია. სხვადასხვა მე აქ შეგახსენებ რომ ჩვენს დღევანდელ ღონისძიებაზე სიუჟეტს აკეთებს ჩვენი ტელეკომპანია ვარსკვლავები და ამ სიუჟეტს ნახავთ
დღის ორში ტელეკომპანია ვარსკვლავის ეთერში მარტივად YouTube-ი ყველას გექნება და უცებ შეგიძლიათ იპოვოთ ქართული ასოებით ჩაწეროთ ტელეკომპანია ვარსკვლავები YouTube-ზე და ნახავთ თქვენ შვილებს კულისებში რასაკეთებენ თორე სცენაზე რა მაგრები არიან ისედაც იცით კულისებშიც მაგრებია და ამ ყველაფერს ახლა ტელეკომპანია ვარსკვლავები ვანახებს ახლა კი პატარა თაობის სანავარდოს ანგელოზები და ვაჟკაცები ემზადებიან და ზუსტად იგივე პრინციპით მინდა გადავუხადო მადლობა მათ მშობლებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გქონდებით საბრძოლო მოედანზე გამოდიან ისინი დღეს და მათ ჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. ისინი აჭარულს შეგვისრულებენ და მოდი გავამხნევოთ კიდევ ერთხელ ჩვენი პატარები და ჩვენი პატარა მესამე კურსელები. აბა, ზადავართ, ვაჟკაცები, გაბატონებო. ზადვართ. აბა ჩვენი სედა ზადვართ და აღნიშნე ფონოგრამა და წავიდა. ხოთ. Robert
ესეც მათი მიერ შეგრულებული აჭარულიც ჩაავთავრეთ. ახლა კი ჩვენი სანავარდო ყაზბეგულის შემოგთავაზებს. შესრულებული ყაზბეგური ათამსცენაზე. სხვადასხვის რანომერის ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, ჩემთვის ცოტა ექსპერიმენტალური შეიძლება დაერქვას. ეს გოგონები სამოყვარულო ჯგუფის გოგონები მაინც და მაინც ანსამბლის წევრებად აღინაცვლებოდნენ თავის დროზე, თუმცა რაღაც დუბლიური, რაღაც უფრო მოწყაი, რაღაც ფორმის მონახვა გვინდა და მე მინდა რომ ამ ცეკვას როცა ნახავთ, მე თქვენ დამეხმაროთ. დუბლიორებზე მეტნი ხო არიან და მოყვარულებზე მეტნი ხო არიან ეს ქალბატონები, რომლებიც ქართულს ვიცებენ ახლა. თან როგორ ქართულს იცი? ისეც კი არა ტრადიციულ ქალბატონს, არა, სულ გოგონებიანია და ერთად შევაფასოთ ჩვენს ტელემამპურებელთან ეს ლომაზესი ქალბატონები. გოგონებო მზად ხართ? გეთხოვოთ. გამომშვით.
ყვანილობდა დაიწყებიორები, მაგრამ ეს იყო ძალიან ლამაზი, ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგი და ძალიან კეთილი ცეკვა. თუ მეთანხმებით, კეთილი, არც ექსპერიმენტს გადავაკეთებ, მაგრამ ის რაც კურსებში ვისაუბრეთ, შედგა და წერტილი. ურჩა, ამაზე აღარ მინდა საუბარი. კარგი, ახლა სხვათაშორის მეოთხე კურსელები უნდა მოვიწვიოს სცენაზე და ეს შავჩოხიანი ვაჟკაცები წერავს საუბრობდით კულისებში იმ თემაზე, რა თემაზეც გითხარით, უკვე სოხუმზე, აფხაზეთზე და თუმცა უთხარი ამ ცეკვას, ბიჭებო, ძალიან ცოტა ხანში მოგიწევთ, რომ შეასრულოთ სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე, ხო, კითხვები დამისვეს. როცა ასეთი პატარები კითხვებს სვამენ, ეს უკვე ინტერესია. ინტერესი კი ის არის, რაც არასდროს არ ავიწყდება, თემას გულისხმობდა. ამ ბავშვებს ჩემი თხოვნა იქნება, არც თქვენ და არც არავინ არ დაავიწყოთ რა არის ჩვენთვის სოხუმი და აფხაზეთი. ჩვენ დღეს სანავარდო მოვივლით მთელ საქართველოს და აქ მე პროგრამაში სვანური, თეორიული, აჭარული ყველაფერი გვაქვს. და ეს ცეკვა პირადად ჩემთვის განსაკუთრებული, იმიტომ რომ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ჩვენი აფხაზეთის კუთხიდან არის. და პატარებს წარმატებები და აფხაზურიც გამოუშვი.
საქართველოს დიდო მომავალო. ოჩა, დამსახურებული და შედაიფსახურებს. ამას კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი საანგარიშო ღონისძიების დასრულების შემდეგ. ოჩა, დარგები ხართ ბავშვები, დარგები. ახლა სხვათა შორის სამოყვარულო ჯგუფის ვაჟკაცები შეგვისრულებენ ცეკვას აზბეგული. აზბეგური შეგვისრულეს ამ სიტყვის პირდაპირ და გადაყენებული მნიშვნელობით. Say
ამას თავისი აჭარული დაგვიმტკიცებენ. კიდევ ერთხელ იმსახურებთ სიტყვას ხოჭა ბავშვი.
ულამაზესი გოგობრიჯები, ოჩა.
გენაცვალე გახარება. ოჩახ ბავშვებო, ოჩახ. რაც მე მინახავს ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო ცეკვა სვანურისა. ოჩახ სანავარდოს და მათ პედაგოგებს. დავდივართ ბოლოში და ამჯერად ცეკვა ქალვაშთა. ჩვენი მეოთხე კურსელებით განასცენაზე.
ასეთი ენერგიულები. ოჩარ ბოჭო. ეს ცეკვა ქალვაშთან. ახლა კი სცენას ძალიან სასიამოვნო კომპოზიცია დაიკავებს. ის შემდეგაც ისევ შეგაწყვეტ ცოტა ხნის სცენაზე. და ამ კომპოზიციას ქვია სახელად როდესაც სამყარის სიტყვა თავისუფლება. ჩვენი საფინალო ნომერი სანამ შესრულდება. როგორ თავში გითხარით, ეს არის ცეკვა აფხაზური. ამოვიწყდა ჩემი თავის წარდგენა მონაცემის დასაწყისში, მე ჟურნალისტიკას უჩვენებაზე გასავართ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით ერთმანეთის დაფასებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ შვილებს ასეთი ენერგიულობისთვის. და გარდა იმისა, რომ ხშირად ვახსენებთ აფხაზეთი, ხშირად ვახსენებთ ჩვენ საქართველო, არ წარმოვიდგენია ალბათ არავის. და სავარაუდოდ ამეხმარებით, ამაში რომ წუთიერი გულით მინდა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს უსაყვარლეს ილია მეორესზე პატივი, რომლის გარეშეც
საქართველო ყოველთვის წარმოუდგენელი იყო და მithumetes ახლა. მადლობა ძალიან დიდი და ჩვენს ახალ წინამძღოლს შიო მესამეს კი რა თქმა უნდა უსურვოთ ხნეობა, უსურვოთ გაერთიანებული საქართველოს მმართველობა და უსურვოთ იცით რა ის რასაც მე ვხედავ ყოველდღე პირდაპირ შემიძლია გითხრათ გუში რუსთავში ვიყავ, გუში წინ ცენტრში, იმის წინ ბორჯომში, იმის წინ ახალციხეში, იმის წინ ქუთაისში და ასე შემდეგ. დავდივარ თელ საქართველოში და ვხედავ რას იცით, ვხედავ იმედს რისას, იმედს მომავლის და ამ ბავშვების მე გული მწყდება რომ ეს ბავშვები არ ჩანან ეგრეთ წოდებულ დიდ ეკრანზე, ეგრეთ წოდებულ დიდ ტელევიზიებში, სხვადასხვა შოუებსა თუ ღონისძიებებში. გული მწყდება რომ ჩემი კოლეგები მათზე არ აგებენ თავიანთ გადაცემებს. იმიტომ რომ ეს ხალხია ის იმედი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქმნევინებს. დიახ, ამ ქვეყანას უსაშველო არასოდეს არაფერი არ ჭირს. ამ პატარა წალკოს დედამიწაზე არსებულ სამოხეს საქართველოს დაუვარდოს აი ამ სელიდან სანავარდოს თანადობი და კიდევ ერთხელ დარწმუნდით თქვენ ამაში როგორი შესრულები, როგორი ენერგიულობით და როგორი მოტივაციით არიან ისინი დღეს მოსული. ეს დღეს საანგარიშო კონცერტის სახით წარმოვიდეო, მაგრამ ხომ ხვდებით რომ გაიზრდებიან დღეს გადაღებულ ვიდეოებს რომ ნახავენ, ჩვენ ტელევიზიის ჩანაწერებს რომ უყურებენ თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. რა სიტყვიან მომავლის ძლიერ საქართველოში. დიახ, ჩვენი წილი შევიტანეთო ამ ქვეყნის გაერთიანებაში, რასაც ესენი აკეთებენ, ის ბრძოლა კიდევ ერთხელ იმეორებდა. ისება კი ჩემო ძვირფასო ბატონო გენადი, არ ვიცი საით დახვედრით, გაბატონო ეთერი, კეთი, რომა, დავით, ჩვენი ბოლო ცეკვა, რომლის შემდეგაც რა თქმა უნდა მოგიწევთ სცენაზე, მოდი საქართველოს ერთობას მიუძღვნათ იმას, რაც ყველას ყველაზე მეტად ვტკივა. არ ვიცი, დარბაზში თუ სხედავთ ვინმე თუ არა და ნათესავი მაინც გაყოლება აფხაზეთის ომის ვეტერანი ან სამაჩაბლის ომის ვეტერანი. თუ არა ვიხართ დარბაზში ასეთი. ვერ ხედავ, ყოველ შემთხვევაში ნათესავი მაინც გეყოლებათ, შუქი მანათებს და იმიტებოდი. ნათესავი მაინც გეყოლებათ, ვინმე ახლობელი მაინც ბოლო-ბოლო ქართველები ვარ და თქვენთან ერთად და თქვენი ნებარდით. მოდით, ცოცხლებს მივაგოთ პატივი და ცოცხლებს დაუკრათ რაში, იმიტომ რომ ცოცხალი ძალიან ბევრი იმედი არის საქართველოს. კარგად გამოგვდის და ასეც უნდა იყოს გარდაცვლილი გმირების პატივისცემა, მაგრამ ისიც რამხელა მოტივაციაა ნებისმიერი მეომარისთვის, როცა მას ერთ სიტყვას მადლობას ეუბნებიან. ხო და ბიჭებო, ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ. ეს ფათაშორის ჩემი მეომარი ბიჭების ჩახში ჩავაგდე წელან გადაღებული ვიდეო, როცა მზად იქნება დამიძახეთ, კარგი? წელან გადაღებული ვიდეო და ამ ვიდეოზე გითხარით კიდეც რა ამსახე, პატარა აი ასეთი სამოტივაციო რამდენი მეომრის მადლობა მოვიდა ამ ჩატში, რამდენი ჩემი თანამებრძოლის და რამდენი მოფერება.
მადლობა სუსლიკას, მადლობა გურზას, მადლობა ბეტერენას. ეს ის ბიჭები არიან, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ამ ბავშვებს აქ ექსეკვათ და ემღერონ. მადლობა ყველამეობას. კიდევ ერთხელ. და მეგობრებო, როგორც ვთქვი, ბავშვებთან ერთად ცეკვა აფხაზური და სანავარდოს დასკვნითი აკორდი. უძღვნით აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ცოცხალ გმირებს. თოლფას.
მოხდეს სცენაზე. თელი სანავარდო, ხოთ შემოდი ბავშვებო. ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდო. ეს ამ ბავშვებმა ისტორიული იქნა გაგუდეს. ეს ამ პატარა ფაქტორებმა დიდი საქმე გააკეთეს. და მათ აუცილებლად საჭიროა მოუწევს აქტობის გადახდა თავიანთი პედაგოგების წინაშე. ახასე სცენაზე ხო დავით გიორგაძეს დათო შემოდი სცენაზე. დავით გიორგაძე რომა გრიგოლია რომა გრიგოლია მისი დაიკო ერთს მოვიწვევ მაგრამ ორი შემოვლენ ქეთი გრიგოლია ოფცანი შეცამიკოს დაუდები გაბადონო ეთერი სამძანდებით გაბადონი ეთერი თავი და თავი მართვა მატორი ავიცი დინამო ყველაფერი არ დიდი გუნდისა რომელსაც სახელია სანავარდო ეს უკვე სცენაზეა რომც არ გამოაცხადო მაინც აქ არის ბატონი გენერალი გრიგოლია სანავარდოს გაუმარჯოს და იმ თერთმეტ გაუმარჯოს რომლითაც ისინი თქვენს შვილებს ზრდიან ანუ საქართველოს გლობალს გაუმარჯოს და გაუმარჯოს ამ დიდ ოჯახს რომლის ნათლია ბატონი ზურაბზარდება როგორც გავიგე ჩემო ბატონიები მე ახლა ჩემი პროფესიული რაღაცები ჩამერთვება და სანამ ჩვენი ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაწერენ შეთან ხალხს მინდა მოვასმენინო ორი სიტყვა საქართველოში დაბრუნებულო ქართველო ემიგრანტ შემოგევლეთ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის დიდი მადლობა მშობლებს დიდი მადლობა ბავშვებს რომლებმაც შემოგეთ დღეს აში დააკრებინა ჩვენთან მოსულ მაყურებელს ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არა როდესაც 4-5 წელი მომდები ამ დიდი შრომას და ბოლოს ერთი ბედნიერება არის მაყურებელი რომელიც გამაზარ გასდა წარს უბრალოდ ეს ტაშის დაფრა არ მოგიშებოდა რა მოხდა დაიხარეთ და მადლობა მე დარბაზში დავინახე და თუ შეიძლება რომ სცენაზე მოვიხმო დარბაზში დავინახე გაბატონი ნატალია იყო კულტურის სამსახურის უფროსი მე მგონი სწორად შევამჩნევ და თუ შეძლებ გაბატონი ნატალია რო ამოგზადეთ ვერ ხედავთ აბა აი თუ შეიძლება მომზადეთ გაბატონი ნატალია ბატონი ბეჟანგოგია დავინახე კიდე იყო დარბაზში ბატონო ბეჟან ხო გამოგზადეთ ჩვენთან ბატონი დიმა სახელოშვილი სად არის აბა აი ჩავიქრეს გედობრო ხედა კი ამ ხალხის ისე ჩემო გენადი ხალხის საცობიჯობია მანქანების საცობს და მეთანხმე ასე უფრო უკეთესი იქნება და სადა ვერ მოდიხარ აღაცნაირად თუ გამოვარდოთ როგორ გამითავისუფლდით ზარვიც კარგი არაუშავს ზანდებოდე ზუსტად ვიცი გული და სულით რასაც გეუბნებიან და ჩვენი ბატონი სოსო შევნიშნე კიდე დარბაზში გოგსაძე ბატონო სოსო თქვენც იგივე სიტუაციაში ხართ ხო სოჩიდან აქამდე ჩამობრუნდი შეკაიკაცო და მანდიდან აქამდე ვერ კარგი მადლობა ბატონო გენადი დიდი მადლობა გადაუხადე ყველაზე ქეთი თუ შეიძლება გვერდი გამიშვენე სად არის შენი ზამიკო რომელსაც ვიცი რომ მიკროფონთან მაინც და მაინც ძვაკაცობა არ უყვარს მაგრამ მოუწევს ინტერვიუს მიცემა და ახლა შენ მინდა რომ დასკვნითი მოდი დასკვნითი სიტყვა შენ ზამიკოსთან ერთად აუცილებლად თქვა რა იყო დღეს რაც ახლა ყველამ ერთად ნახეთ პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის იმედია გავამართლეთ თქვენი მოლოდინები მიყვარხარ მოგესალმებით ეს ორგანოც აბარანი არ მიყვარს საქმე მე რა ვიცი შევცემი მადლობა ყველა ძალიან მიყვარს საქმე
ესე იგი რაღაცა მოახერხეთ, ხო, მაინც ჩვენ უნდა მოხსენოთ. ხო. საღამოშიდობისა ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით გამეხარდა გენადის დაბრუნება სამტრედიაში, თავის სამშობლოში, საქართველოში და ვისურვებ რომ გენადი ეს იყოს საბოლოო დაბრუნება და აღარ მინდა რომ იქეთ წავიდეს სხვენაირი პროფესიონალები. ბავშვებო, არაჩვეულებრივები ხართ, უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. თქვენს ქორეოგრაფებს, თქვენს მშობლებს, აი ამ მხარდაჭერისათვის და ქართველ გენს და ქართველ ერს გადაშენება არ უწერია. აი აქ დგას ამ სცენაზე ეს მომავალი, ჩვენი თაობა, ჩვენი ღირსება და იმედი. ენაცვლეთ ამ სიტყვებში ქალბატონო ნატალია, ბავშვებო და ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება ის შემითხოვნა, რასაც საქართველოს ყველა ქალაქის ყველა სცენიდან ვაკეთებ ხოლმე. მე ახლა ჩავთავ ვიდეოს, სადაც 100,000-ობით, მილიონობით ქართველს მივმართავ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც და რომელისთვისაც ერთი დიდი გზავნილი გვაქვს ხოლმე. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად ჩვენი ულამაზესი სამტრედიის კულტურის ცენტრის სცენიდან. აი ეს უმაგრესი ბავშვები ანსამბლ სანავარდოს მეომრები არიან. ეს კი მათი ხელმძღვანელები. აი ეს კი ჩვენი სამტრედია. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩემო ქართველებო, იმედს გიგზავნით. ამჯერად სამტრედიდან იმედს, რომელიც ბოლოს კი არა არასოდეს არ კვდება. ხო და ჩემო მეომრებო, როგორ შევთანხმდით? კიდევ ერთხელ აფხაზეთი